არსებობს სკოლები, სადაც ბავშვები 15-16 წლამდე ისე იზრდებიან და სწავლობენ, რომ საერთოდ არ იციან რა არის დაბალი ნიშანი. მათ ცხოვრებში ვერ ნახავთ ვერც ათიანებს და ვერც ორიანებს. მაგალითისთვის არსებობს ვალდორფის სკოლების მსოფლიო ქსელი. ეს არის სასკოლო სისტემა, რომელიც თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. ასეთ სკოლებში მსოფლიოს გარშემო მიიჩნევენ, რომ მოზარდის პიროვნება და კრეატიულობა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე სტატისტიკა. არ მომწონს ზოგადად სკოლაში მოსწავლეს ქულებით განსაზღვრებულ მის ცოდნას და შრომას რა, რადგან ნერვების ფონზე შეიძლება მან ეს ვერ გადმოსცეს თავის ცოდნა რა და მასწავლებელმა მაგის გამო შეიძლება სიტყვაში რომ რაღაცა ცუდად დაელაპარაკოს რაღაცა რა და ცუდი მოიხსენოს ასე ვთქვათ რა და ეს დარჩეს გულში ასე ვთქვათ და სულხელია იყოს სწავლაზე რა და ძალიან ცუდია ასეთი მოქცევა. მოსწავლეებს ცოტა დაბალქულოს წინ შეიძლება მათ თვითი შეფასება დაუვართ ასე ვთქვათ და მომავალში არც იმედი აღარ ქონდეთ რა და ყველაფერზე ხელი ჩაიქნონ ასე ვთქვათ. და იმედი დაკარგონ რომ რაღაცას შეძლებენ რა მასწავლებლების გამო და ფსიქოლოგიურად ძალიან გატყდნენ ასე ვთქვათ და ყველაფერზე გული დაწყეს ასე ვთქვათ საერთოდ მომავალში. მაგალითად მე მქონია ესეთი შემთხვევა რომ სკოლაში მასწავლებელს დაბალი ქულა დაუწერია, მაგრამ მე ვიცოდი, უბრალოდ ნერვიულობის გამო ვერ დავწერე ეს ყველაფერი და ვერ გადმოვეცი ჩემი ცოდნა. მართალია დღევანდელ თაობას ქულებით შეფასების სისტემა არ მოწონთ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგია, რადგან ბავშვებს ეძლევათ мотивация, რომ თანაკლასელს ასე ვთქვათ, კონკურენცია გაუწიოს და უკეთესად ისწავლოს. ერთი რომ კარგად ისწავლის და კარგ შეფასებას მიიღებს, თავისი მეგობრებიც მოინდომებენ რომ კარგად ისწავლონ და მიიღონ მაღალი შეფასება. მქონია შემთხვევა, როდესაც ერთ მოსწავლეს დავუწერე დაბალი შეფასება, შემდეგში მოინდომა ბავშვმა და მიიღო მაღალი ქულა. ეს არის ერთგვარი мотивация. არც ერთ მასწავლებელს არ უხარია დაბალი ქულის დაწერა, მაგრამ ესეც საჭიროა, რომ ბავშვმა მოინდომოს, იშრომოს და თავისი შრომის საფუძველზე მიიღოს მაღალი ქულა. ჯობია ქულებით ბავშვების შეფასებას მოხდეს ბავშვების სიტყვიერი შეფასება. მაგალითად არსებობენ ისეთი ბავშვები, ვინც არ არიან სწავლით გამორჩეულები, მაგრამ არიან ზრდილობით და კულტურით გამოირჩევიან სხვა ბავშვებისგან. ჯობია ასეთი ბავშვები შეფასდნენ სიტყვიერად და არ დაიყოს ბავშვები, ასე კარგი ბავშვი, საშუალო ბავშვი და ცუდი ბავშვი, რომ მომავალში ბავშვებისთვის ეს წამახალისებელიც იქნება და ჩემი აზრით უფრო მეტად მოწადინებულები იქნებიან, მეტი ისწავლონ და მეტი გააკეთონ. ქულების სისტემის ჩანაცვლება რთულია, მაგრამ ალტერნატივა მგონია, რომ უნდა მოხდეს რამდენიმე კლასში ერთხელ, მაგალითად მე-5 კლასში, მე-10 კლასში, ან რაიმე რაღაც კონკრეტული კლასების შემდეგ მოხდეს სრული კლასის ტესტირება, რაც წარადგენს და დაყოფს კლასს ძლიერ, საშუალო და დაბალ ნაწილებად, რომლის პასუხებიც ეს ვთქვათ, მხოლოდ მასწავლებელს იცოდინება და შემდეგ უკვე მოხდება ამ კლასების გაერთიანება, სხვადასხვა პარალელების მაგალითად და მოხდება 3 ძირითადი კლასის გაკეთება: ძლიერი, საშუალო და რთული. ძლიერი შემთხვევაში ჩვეულებრივად განაგრძობენ სწავლას, საშუალო შემთხვევაში სხვანაირი უფრო გაძლიერებული სწავლა იქნება, ხოლო შედარებით სუსტები, ყველაზე დაბალი დონეს ვთქვათ, რომელსაც აიღებენ, მათთვის სხვანაირი გაკვეთილები იქნება, უფრო სხვანაირი მასალა და მგონია, რომ ეს მოგვარებს ამ პრობლემას.